საათში ერთხელ. სპორტის ახალი ამბები. რადიო ჯორჯიან ტაიმსის ეთერში. დილამშვიდობისა ქალბატონებო და ბატონებო, სპორტის გულშემატკივრებო, ეთერშია ტელერადიო კომპანია Georgian Times-ის სპორტული თოქ-შოუ დამატებით დრო, მის წამყვანი დავით ხვადაგიანი გახლავართ და დღევანდელი ჩვენი გადაცემა ერთგვარად განსხვავებულ თემას დაეთმობა, ანუ რა კავშირშია ერთმანეთთან სპორტი და ფსიქოლოგია. ჩემი სუბიექტური აზრით ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია იმისათვის, რომ სპორტსმენი იყოს, ასე ვთქვათ, სრულად მზად, არა მხოლოდ სპორტული კუთხით, ტაქტიკურად, ტექნიკურად და როგორც გნებავთ, მომზადებული, არამედ ფსიქოლოგიურადაც მყარი განწყობით შეხვდეს მნიშვნელოვან ამა თუ იმ შეჯიბრებებს. ახდენს თუ არა გავლენას მათი, ანუ სპორტსმენების ფსიქოლოგიური მდგომარეობა სპორტულ შედეგებზე, არის თუ არა საჭირო გუნდურ და ინდივიდუალურ სპორტის სახეობებში სპორტსმენებთან ფსიქოლოგების მუშაობა და რა მდგომარეობა ამ ხრივ ჩვენს ქვეყანაში ისევ და ისევ ვიტყვი, როგორც გუნდურ, ასევე ინდივიდუალურ სპორტის სახეობებში და ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ფსიქოლოგთან მარიამ მაისურაძესთან და შერეულ ორთაბრძოლების სოფლიო ჩემპიონთან მოყვარულთა შორის დავაკონკრეტებ და ასევე MMA-ის ექსპერტთან იოსებ კობერძესთან ერთად. მარიამ, მოგესალმები, მადლობა რომ ხარ გადაცემის სტუმარი, სოსო ასევე მოგესალმები. თავდაპირველად დავიწყებ მარიამ, შენი ცდებართვით გადავალ როგორც სპორტთან ძალიან ახლოს მდგომ ადამიანთან და უშუალოდ ჩართულ ადამიანთან ამ შეკითხვით. სოსო, საინტერესოა შენი როგორც ყოფილი მოქმედი სპორტსმენის და შემდეგ უკვე მწვრთნელობაში საკმაოდ გამოცდილი ადამიანის მოსაზრებას ამ საკითხთან დაკავშირებით. არის გავრცელებული მოსაზრება, რომ მწვრთნელი შეიძლება და ამას მეც ვეთანხმები იყოს როგორც ტაქტიკოსის სტრატეგი და ასე ვთქვათ დამგეგმავი სპორტსმენის გამოსვლის შეჯიბრებაზე, ასევე მაგარი ფსიქოლოგი. მაგრამ არის მეორე პოზიციაც, რომ არ არის აუცილებელი იყოს დიდი ფსიქოლოგი, ამისთვის ცალკე სპეციალისტები არსებობენ, ეს მიღებულია უცხოურ კლუბებში და საერთოდ სპორტულ წრეებში და მას თავისი საქმე აქვს, იმუშაოს თქვა ტაქტიკა, სტრატეგიაზე, გამარჯვებას როგორ მიაღწიოს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შენი აზრით, რამდენად თავსებადია მწვრთნელში ეს ყველაფერი, რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად სპორტსმენის ფსიქოლოგიურ განწყობას შეჯიბრებაზე გასვლის წინ და აქვს თუ არა ამას ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა? მე ვესალმები ჩვენს მაყურებელს და რადიოსმენელებს, დილამშვიდობისა თქვენს მოგესალმებით. მადლობა აქ მოწვევისთვის. შეკითხვას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, უნდა იყოს მწვრთნელი, მთავარი მწვრთნელი, ფსიქოლოგი, მაგრამ ყველას ეს არ შეუძლია. თქვენ შეკითხვაში პასუხიც დევს, ხო? ყველას ეს არ შეუძლია. რაც შეეხება ინდივიდუალურ სახეობებს, აი არის კატეგორია მებრძოლების, აი თქვათ, მე პირადად ჩემზე ვიტყვი რა, ჩემ სპეციალობაზე ჩხუბი, ესე ვთქვათ, არიან მოჩხუბრები, მებრძოლები, რომელსაც ნაკლებად ჭირდება ფსიქოლოგიური მომზადება, მაგრამ რაც არ უნდა მოწესრიგებული კონდეს, ესე ვთქვათ, აზრები, ხო? მაინც საჭირო არის რაღაც მიმართულების მიცემა, მცირედით მაინც. შეძახილი, ხო, როგორც იციან. კი, განწყობის შექმნა მაინც საჭირო არის და ბრძოლის წინ საერთოდ ჩვენს მებრძოლებს ზოგს ესეთი ხარვეზი შევამჩნია ბევრს, რომ ზედმეტი აგრესიით გამოდიან ბრძოლაზე. ანუ ეს ცუდია? კი, ზედმეტი არაფერი არ ვარგა, არც სიფრთხილე არ ვარგა, ხა ზედმეტი სიფრთხილე უკვე შეიძლება, რა ვიცი, შიშში გადავიდეს და ვერაფერი ვერ გააკეთო და ზედმეტი აგრესიაც გბოჭავს რა, შენ შესაძლებლობებს კარგად ვეღარავლენ. რაღაც საზღვარი უნდა იყოს ოდნავ სიფრთხილეს, დიახ, ოდნავ სიფრთხილე კარგი არის. ოდნავ აგრესიულობაც მშვენიერი არის, არა მარტო ორთაბრძოლებში, ნებისმიერ სპორტის სახეობაში, შეიძლება ითქვას გუნდურებშიც. ოდნავ ის ფარგლებში. დანარჩენი უკვე გბოჭავს, ვერავლენ შენ შესაძლებლობებს. აი მოკლე პასუხი ესეთი. კი ბატონო, მე აი ხა მაგალითად იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ უყურებდი დილით ხომ ჩვენი მაგარი ძალიან სპორტსმენის მერაბ დვალიშვილის ჩხუბს პიოტრ იანთან და ძალიან გულდასაწყვეტია რომ დამარცხდა მეოთხედ ვეღარ დაიცვა კამარი, მაგრამ აი გულმა რეჩხი მიყო, როგორც კი დავინახე ოქტაგონზე იანის გამომეტყველება და მერაბის
მეთქი აი აქ რაღაც კარგად ვერ არის, იმიტომ რომ არ ჩანდა ისეთი განწყობით დვალიშვილი და პირიქით საოცრად მობილიზებული შინაგანად თვალებში რო იტყვიან ცეცხლს აკოსებდა ისე იყო იანი და სამწუხაროდ ისეთ წარიმართა ბრძოლაში ჩემი ცუდი წინათგრძნობა გაამართლა კიდეც. მარიამ, შენთან განმოვალ. ზოგადად რომ ავიღოთ განწყობის თეორია მოგეხსენებათ ხო დიმიტრი უზნაძის როგორი ასე ვთქვათ სოფლიო მასშტაბის ნაშრომი არის და რამდენად ეყრდნობიან მას წამყვანი სოფლიოს წამყვანი ფსიქოლოგები. აი ეს ყველაფერი სპორტსმენი ადამიანია, მოდი პირველ რიგში აქედან დავიწყოთ, ხო? მოდი აი ადამიანური ფაქტორიდან გამოვიდეთ, რომ არ პირდაპირ სპორტში რო არ შევარდეთ, ასე ვთქვათ, რამდენად მოქმედებს კონკრეტულ პიროვნებაზე არ აქვს ეს მნიშვნელობა სპორტსმენი იქნება, მშენებელი იქნება თუ ნებისმიერი სხვა სფეროს წარმომადგენელი, ის თუ როგორ მიუდგება ის თავის გასაკეთებელ საქმეს, რამდენად ვთქვათ პოზიტიური იქნება მისი ნაშრომი თუ ვერ აქვს ყველაფერი ასე ვთქვათ იმ კუთხით, რასაც ფსიქოლოგია ეწოდება და ან პირიქით რამდენად კარგად გამოვა, ხო? მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. ბუნებრივია ფსიქოლოგია ზოგადად ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელს სფეროშიც არ უნდა იყოს, არის რაღაცა პატერნები, ასე ვთქვათ, რომლებიც ერთნაირად მოქმედებს. ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე პირადი ცხოვრების კარიერისგან გამიჯვნა, რამდენადაც ვიცით, თუმცა ძალიან რთული გასაკეთებელია. ხშირ შემთხვევაში ალბათ ჩვენი თავისთვისაც შეგმჩნევია, როდესაც სამსახურში რაღაცა პრობლემა გვაქვს და ასე შემდეგ და ოჯახში მისულ ვართ და რატომღაც გაღიზიანებული ვართ და ყველა ატყობს, რომ უცნაური განწყობა გვაქვს და მოგიქხებიან რა მოხდა და იგივე, როდესაც ოჯახში არის ხოლმე პრობლემები, მიგვაქვს სამსახურში. ბუნებრივია ეს არის ადამიანური ფაქტორი, არავის არ შეგვიძლია რომ ესე გამორთოთ და ჩავრთოთ ჩვენი ემოციები, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გვესმოდეს, რომ ასეა საჭირო. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი არის გარკვეული ხერხების ცოდნა იმასთან დაკავშირებით, როგორ ვუმკლავდებით, როდესაც ძალიან რთული სიტუაცია გვაქვს და მნიშვნელოვანი არის ბუნებრივია განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან სფეროში, რომ ისეთ სპეციფიურ სფეროში, როგორც არის სპორტი, ჩართულობა ფსიქოლოგების, იმიტომ რომ სამსახურში როგორც ვიცით, ძირითად შემთხვევაში არის ხოლმე ერთნაირი ტიპის დავალებები, რომლებსაც ვასრულებთ და სპორტში არის ხოლმე მზადება რაღაცა კონკრეტული განსაკუთრებული მომენტისთვის და თუ იმ განსაკუთრებულ მომენტში ჩვენ არ ვართ იმ განწყობით, რომელი განწყობითაც უნდა ვიყოთ, ბუნებრივია ეს ძალიან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უკვე ჩვენს შედეგებზე ნეგატიურ გავლენას იჩენს. რაც შეეხება მწვრთნელის და ფსიქოლოგის როლს, ბუნებრივია ფსიქოლოგს ჩემი აზრით აუცილებლად მწვრთნელს აუცილებლად უნდა ქონდეს გარკვეული ფსიქოლოგიური მომზადება გავლილი, როგორც მაგალითად ბავშვი, როდესაც მიყვავს ხოლმე სკოლაში, დამრიგებელს, მასწავლებელს, აქვს ვალდებულება, რომ გარკვეული წარმოდგენა მაინც ქონდეს ფსიქოლოგიაზე, იმიტომ რომ შეამჩნიოს მინიმუმ, როდესაც ბავშვს რაღაცა ჭირს, იგივე არის სპორტის მიმართულებით, თუმცა აუცილებელი არის განსხვავებული სპეციალისტი, ანუ ამ შემთხვევაში ფსიქოლოგიც იყოს ჩართული, იმიტომ რომ ვერ ექნება ადამიანს ერთნაირი აქცენტი, როდესაც მაგალითად ხარ მწვრთნელი ან მასწავლებელი, შესრულებაზეც და ადამიანის ფსიქოლოგიურ. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ინდივიდია, ხო? კი ბატონო, იმიტომ რომ მწვრთნელის შესრულება ფასდება იმის მიხედვით, ვთქვათ, სპორტში როგორი შედეგები აქვს მის გუნდს, ისევე როგორც მასწავლებლის შესრულება ფასდება ქულებით. აქედან გამომდინარე, იმავე აქცენტს ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე ვერ გააკეთებს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ურთიერთწინააღმდეგობაში მოდის ადამიანის ან სპორტსმენის ფსიქოლოგიური მდგომარეობა შესრულებასთან. მან ამ შემთხვევაში, როდესაც საპირწონედ აქვს უფრო უკეთ უნდა ითამაშოს მაგალითად თავისი ფსიქოლოგიური წნეხის ხარჯზე თუ მოდი ფსიქოლოგიას მივაქციოთ ყურადღება და თამაში დაზიანდეს, მწვრთნელი ამ შემთხვევაში არის ისეთი არჩევანის წინაშე, რომელშიც აქვს დაინტერესება. ანუ მისთვის წესით სპორტული შესრულება უფრო მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, ვერ გააკეთებს ყოველთვის ჯანსაღ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, აუცილებელი რომ ფსიქოლოგი იყოს ჩართული და მას კონდეს სხვანაირი შეხება და არა ისეთი, როგორც აქვს მწვრთნელს. კი ბატონო, და ამის, რა ვიცი, პირადად მე რასაც შევესწარი, არაერთხელ მქონია და ეს აღნიშნავს წლების მანძილზე გადაცემებში და ახლაც, რომ ყოველთვის ვსვამდი ამ კითხვას განსაკუთრებით გუნდურ სახეობებში, ვინც მუშაობს, მწვრთნელები იქნებიან, სპორტსმენები და ამ საკითხში, რომ ფსიქოლოგის ფუნქცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი, დამეთანხმდნენ და ძალიან დიდი მადლობა დამისვეს კიდეც ამ კითხვისთვის ისეთმა ცნობილმა სპორტსმენებმა, როგორებიც თუნდაც ჩვენი ნაკრების კაპიტანი, ქალაქ ბურთელთა ნაკრების კაპიტანი თონიკე შენგელია,
ნიკოლოზ სკიტიშვილი წარსულში ასევე ცნობილი ქართველი კალათბურთელი და არაერთი სხვა სპეციალისტი, მათ შორის ვილი სანიოლიც, რომელსაც გვახსოვს ალბათ ხომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლამდე ორი ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ჰქონდა, ჯერ ნახევარფინალური ლუქსემბურგთან, შემდეგ საბერძნეთთან უკვე გადამწყვეტი შეხვედრა და ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე სწორედ ამის შესახებ დაუსვი ბატონ ვილის კითხვა, რამდენად მნიშვნელოვნად მიაჩნია მას გუნდში ყავდეს ფსიქოლოგი, როდესაც ამხილა წნეხი მოდის ფეხბურთელებზე. იქიდან გამომდინარე, რომ წარი გამოცდილება ჰქონდა ჩვენ 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის, ასე ვთქვათ, ბოლო გადამწყვეტი შეხვედრაში ხომ, ასევე დიდი წნეხი იყო ჩვენს გუნდზე და ვერ გაუძლო ამას გუნდმა, აჩრდილი იყო იმისა, რასაც მოედანზე მანამდე თამაშობდა. და მან ასეთი პასუხი გამცა, რომ მე მადლობელი ვარ კითხვისთვის, რომ მე სამწუხაროდ არ მაქვს ფსიქოლოგის დიპლომი, მაგრამ გეთანხმებით, რომ ეს უჯრედი, ასე ვთქვათ, სამწუხაროდ შტაბში აუცილებელია და საჭიროა. არ ვიცი საბოლოოდ რა მიმუშავა, როგორ იმუშავა, ფაქტია დღემდე არის ფსიქოლოგი არც ერთ ქართულ გუნდში რამდენადაც მე ვიცი, როგორც საკლუბო, ისე ნაკრებში. და ჩემი სუბიექტური აზრია ასე რომ ეს აისახა სწორედ აი ბოლო მატჩებში ჩვენი ფეხბურთელთა ნაკრების გამო, რადგან ის ცეცხლი, ის რაღაც მოტივაცია, რაც ბიჭებს ჰქონდათ მაშინ გნებავთ ევროპის ჩემპიონატის იმ გადამწყვეტ მატჩებში და გნებავთ უკვე ფინალურ ეტაპზე, აი ერთა ლიგის შეხვედრებიდან მოყოლებული და მსოფლიოს შესარჩევში უკვე თითქოს აი სადღაც გაქრა, თითქოს აღარ არის და ამან კიდევ უფრო დაამარწმუნა, რომ აქ წვრთნელი კი ბატონო, ბევრ რამეს შეიძლება ტაქტიკურ სტრატეგიულად დამნაშავე იყოს, ან სწორი იყოს, ან არ იყოს მართალი, მაგრამ ის მოტივატორი, როგორც შეიძლება იყოს დიდი მწვრთნელები, როგორც იყვნენ, თუნდაც ნოდარ ახალკაცი გავიხსენოთ, იგივე მაურინიო, რომელიც ამბობდა ფსიქოლოგიც მე ვარ, ყველაფერი მე ვარო, მაგრამ საპირისპიროდ არსებობდნენ ისეთი მწვრთნელები, როგორებიც თქვათ სერ ალექს ფერგიუსონი და არსენ ვენგერი იყო, რომლებიც ანიჭებდნენ უდიდეს მნიშვნელობას, რომ გუნდში ყოლოდა ამ საკითხის დიდი სპეციალისტი. ზუსტ შენი აზრით აი საინტერესოა ასევე რა თქმა უნდა ძალიან დიდი სხვაობა არის ინდივიდუალურ სპორტის სახეობებსა და გუნდურ სპორტის სახეობებს შორის. ერთია ერთ ადამიანთან იმუშაო კონკრეტულად და ერთი როცა 22 ადამიანი ყავს ერთ ჭკუაზე მოსაყვანი დაუშვათ. აი ამ შემთხვევაში უფრო უპრიანი ხომ არ არის შენი აზრით რომ სწორედ გუნდურ სახეობებზე მიემართოს, თუმცა არა იმის გამო რომ თქვა არა ინდივიდუალურ სახეობებში არ გვაინტერესებს ეს სფერო და არ არის საჭირო, ხო? როგორ არ არის საჭირო, ნამდვილად საჭირო არის. ეხლა ჩემ ხელში ძალიან ბევრ სპორტსმენს გაუულია. როგორ გითხრათ, ძალიან ტრაბახის არა ლამაზი, აი ზოგადად აი სხვა სახეობებშიც გინდა ჭიდაობაში, სადაც გინდა წვრთნელს მოუგია აი კონკრეტული ბრძოლა. ნამდვილად შეიძლება ითქვას წვრთნელს მოუგია რაღაც კონკრეტული ბრძოლა. არც გუნდურშია სხვა შორის ეს იშვიათი შემთხვევა. აი სანიონს რაც შეეხება ძალიან მაგარი მაგალითი არის, მაგარს ვიძახი, კარგს ვერ ვიტყვი რა, მაგრამ მაგალითია რომ ხა თამაშის წინ, როდესაც თავარი წვრთნელი იძახის რომ თავარი არისო, დიდი ანგარიშით არ წავაგოთო, მან დამთავრდა მაგის ყველაფერი ჩემი აზრით რა. ეხლა წარმოვიდგინეთ მე ბრძოლაზე გამყავს ხო ჩემი მოსწავლე. თავარი ნოკაუტით არ წააგო. ხო და აი ძალიან თავარია რომ მაგრა არ დაგჭე ხომ და როგორღაც მე აგაწყობთ და თავარი ეხლა ეგეთი რაღაცა რო უთხრა ხო? ანაქრონიზმია რაღაცა. ხო, არ შეიძლება რა და თვითონ თუნდაც სჭირდება ვიღაც დამხმარე სჭირდება რა თქოს და რა არა თქოს. ხო, ახლა მაგ ეგეთი რაღაცით აი მთელი მუშაობა ჩააგდო პრაქტიკულად რა. ახლა გუნდს ეუბნები რომ მოდი მაგრამ ნუ წააგებ. რო გადიხარ, ნუ გაგვდა მოსაგებად. ნებისმიერ სახეობაში. რა თქმა უნდა, სპორტი მაგის არის. ეჯიბრები რაღაცაში უნდა აჯობო, იმაზე მაგრა უნდა გაიქცე, იმაზე მაგრა უნდა ახტე. ეს არის შეჯიბრი, ცეცხლი უნდა ითოს. აი მაგალითად არგენტინის ნაკრები აი ბოლოს რო გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ფინალისტი ხო ანახებენ ჰიმნი და სახეებს ახლოს ანახებდნენ. აი არ ვიცი ფსიქოლოგი ყავთ არა ყავთ, შეიძლება თუნელი ითავსებს ამ ფუნქციას. არ ვიცი როგორ ამანდ, მაგრამ აი გამოვიდნენ ბიჭები, აი სახეზე რო უყურებდი, ყველელი სახეები ქონდათ. ყველელი აი იარაღები ეცი მოკლავს რა. 100%-იანი ვიცოდი რომ მოიგებდნენ. ფრანგებს ეგეთი სახე, აი ცეცხლი არ ქონდათ თვალებში და აი ამათ აი სახევე გადაახვე უყურე და აი მოკლა და არ ვიცი, გადაულიდე ნებისმიერს რა და თან იმდენად მაგრა იყო ფსიქოლოგიურად მომზადებული 2 თნოს იგებ.
მე დაგეწია ორი თორი გაგიღა, არ გატყდა გუნდი და გადაუარა რა და იქ რეები მოხდა. საოცარი ფინალი იყო. ცეცხლიენთოთ მაგათ თვალებში, ცეცხლი. აი მაგალითად შეიძლება ცოტა იუმორიც გამოიწვიოს, გაგეცინოთ, მაგრამ აი პენლებს როცა არ ტყავენ ხოლმე, ნებისმიერი 5-5-ზე პენალი როცა არის ხო? თუ კი დავინახავ ხოლმე ბოლო წამს დარტყმის წინ სახეს რო ემზადება, თუ დაამანახებენ ხოლმე ზოგჯერ სახეს არ ანახებენ გვერდი და აი დაახლოებით 99% გამოცნობილი მაქვს რომ გაიტანს თუ გატანა უფრო ხშირია რა თქმა უნდა, მაგრამ რო ვერ გაიტანს აი ჯერად შემშლია რა. სხვათა შორის აი სახეზე ვატყობ რა რომ ის მზად არის თუ არა, ახლა რა უნდა ამ ხელა კარში დაარტყავ როგორ უნდა აცილო, მაგრამ ახერხებენ. ხდება ხო. გამოხედვაზე ვატყობ რა რომ აი ეს ვერ გაიტანს. სწორედ მithქვია ყოველთვის რატომ არის. კი, მარიამ, იგივე მინდა შენ შეგეკითხო, აი არის რაც წეგან აღნიშნეთ, ხო, თავსებადი ზოგიერთისთვის და მისაღები, თქვა იგივე თემურ ქეცბაიას მაგალითსაც გავიხსენებ, პირველად როდესაც დავსვიეს კითხვა 2011 წელი იყო, გუნდს აშკარად ეტყობოდა რომ ასევე მოიშალა იქ რაღაცა მიხედავთ იმისა რომ მოგებათა გზელი სერია ქონდა, შემდეგ რაღაცა აღარ წავიდა ისე, იქ იყო თითქოს კონფლიქტებია გუნდში ასე შემდეგ და მაშინ რო ვკითხე თემურმა მაშინ ასეთი ძალიან დიდი პატივისცემა ჩემი ქეცბაიას მიმართ, ასეთი რაღაც მითხრა მოიცა კაცო რა დროს ფსიქოლოგია ფეხბურთელები მჭირდება, არ ავყავს გუნდში კარგი მოთამაშეებიო. ნახე, უცხოეთით რომ გადავიხედოთ არნე სლოტი ლივერპულის დამარგებელი, სადაც ხარ გიორგი მამარდაშვილი თამაშობს, ხო? შარშან დაფრინავდა და პრაქტიკულად შემადგენლობა შეცვლილი არ არის. პირიქით გაძლიერდნენ, დაიმატეს იგივე მამარდაშვილი და კიდევ რამდენიმე თავდამსხმელი ნახევარმცველი ვირჩი 150 მილიონი გადაიხადეს, ასე შემდეგ დიდი ამბიკი ეტიკეტე რაღაცები იყიდეს და გუნდი დღეს საერთოდ არ არის. იგივე მწვრთნელია, პრაქტიკულად იგივე ფეხბურთელები, მაგრამ აი რაც სოსო მახსენა იმათ თვალებში мотивация აღარ ჩანს, არ ჩანს განწყობა. აი აქედან გამომდინარე და ჩვენს მაგალითზე რომ გადმოვიტანოთ. შენ როგორ თვლი რომ ინდივიდუალურად, პერსონალურად თითოეულ მოთამაშეს, რომელსაც შეიძლება ეკონომიკური პრობლემები აქვს, შეიძლება აი რაც ახსენე, ოჯახში აქვს პრობლემები, შეიძლება არ ვიცი, კიდე სხვა და სხვა სოციალურ კუთხით რომ ავიღოთ. მასთან წვრთნელი ხო ვერ დაждდება იგივე 22 კაცი ვახსენე, ხო 22 კაცი და მოისმენს იმის ჩივილებს, თქვათ, რა სჭირს, როგორ სჭირს, რატომ სჭირს. აი აქედან გამომდინარე მე პირადად მიმაჩნია და საინტერესო შენი აზრით რომ ქართულმა კლუბებმა ეს რაღაც ევროპული გამოცდილება ქვია თუ რა ვიცი, მსოფლიო გამოცდილება ქვია, ხომ არ არის საჭირო რომ უკვე დღეიდან მე ვთვლი რომ საერთოდ წლების წინ უნდა დაიწყოთ ამის დანერგვა, მაგრამ აი ამ კუთხითაც რომ შეხედო, იმიტომ რომ წლების წინ გვახსოვს ასე ყველას რომ ჰიმნზე რო დადგებოდა ჩვენი გუნდი, ვიცოდი უკვე წაგებული იყო, იმიტომ რომ აი წლების წინ ვამობდა არა თქვა უახლოესი. სახეზე ეტყობოდა რომ ეს თამაში არ იყო ჩვენი რა, არ იყო ეს თამაში. აი აქედან გამომდინარე, ეს მოდელი თუ მე ერთი ის ვიცი რომ სამწუხაროდ სპორტული კუთხით ფსიქოლოგები ჯერჯერობით რამდენადაც ვიცი, საქართველოში არ მზადდება როგორც ასეთი ვიწრო სპეციალიზაციით, ხო, იმიტომ რომ სფეროა, მაგრამ იმასაც აქვს ვიწრო სპეციალიზაციები, რა თქმა უნდა. აი ამ მიმართულებით რომ წავიდეს მუშაობა, საჭიროა თუ არა შენი აზრით და გნებავთ ინდივიდუალურ, გნებავთ გუნდურ სახეობებში, ყავდეს მართლაც ესეთი მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები, რომლებიც როგორც ასე ვთქვა, დაგვანახებენ რომ იმათი თვალებიდან გამარჯვების სურვილი გამოსჭვის და ის ყველა პრობლემა რაც შეიძლება მათ კონდეს ზურს უკან აქვთ მოტოვებული. კი ბატონო, ნუ პირველ რიგში რა თქმა უნდა, ყველა მწვრთნელი გარკვეულ დონეზე უნდა ფლობდეს ფსიქოლოგიას, როგორც აღნიშნდა, შეიძლება ძალიან კარგადაც გამოსდიოდეს, მაგრამ მწვრთნელს აქვს თავისი ადგილი და მას თავისი ვალდებულებები აქვს. თავისი მოვალეობებიდან გამომდინარე, ის პირველ რიგში წინააღმდეგობა შეიძლება მოდიოდეს გარკვეულწილად შესრულებასა და თავისი გუნდის წევრის ფსიქოლოგიური კეთილდღეობას შორის და შეიძლება თამაშის მიმართ გააკეთოს აქცენტი, იმიტომ რომ მისი პირველი მოვალეობა პირველ რიგში არის შესრულება სპორტის მიმართულებით. მეორე არის ის, რაც აღნიშნეთ, რომ 22 ადამიანთან ცალკეულად ესე დაჯდეს და ილაპარაკოს აბსოლუტურად ყველაფერზე, ეს არის შეუძლებელი. მესამე, როდესაც მაგალითად გუნდის წევრებს აქვთ ერთმანეთთან მწვრთნელთან მიმართებაში პრობლემა, ხო? მე თუ თქვენთან მაქვს პრობლემა, თქვენთან გულღიად მე ვერ დავჯდები და ვერ ვისაუბრებ იმაზე, რა მაწუხებს ამ შემთხვევაში, ხომ? პლუს ამას არის დამატებითი ასპექტები, რომლებიც დღევანდელი სიტუაციის პრობლემები უფრო ვიდრე
ძველი, აქედან გამომდინარე ძველი პრაქტიკა დღეს ვეღარ იმუშავებს, ხო? არის პრესა, არის სოციალური მედია, ადრეთ მაგალითად სხვა შორის განსაკუთრებულად მოქმედებს ზოგიერთ სპორტსმენზე. ძალიან მყარი უნდა იყოს ადამიანი, ის რაც ახლა საქართველოში ხდება განსაკუთრებით, რომ სპორტსმენები თუ არიან სოციალურ ქსელში ეს ადვილად და მარტივად მიიღონ და გადაიტანონ, იმიტომ რომ საოცარი რაღაცები მესმის და საოცარ რაღაცებს ვკითხულობ მათ მიმართ, ნუ არ ვიცი, ძალიან ძნელია. პირველში ნეგატიური უკავშირი ადრე მაგალითად ნაკლებად მოდიოდა, ხო, იმიტომ რომ უშუალოდ ვისთანაც ქონდა ადამიანს ურთიერთობა და შეხება მისგან ისმანდა და მასთან გაცვლიდა ინფორმაციას. დღესდღეობით ათასობით ადამიანი შეიძლება რაღაცას გწერდეს, გიკომენტარებდეს ასე შემდეგ. ეს ბუნებრივია თქვენზე მოქმედებს. მეორე მომენტი არის, რომ ყველაფერი ხდება პოლიტიზირებული და აქედან გამომდინარე არა მარტო სპორტსმენებს, არამედ სხვადასხვა ინდუსტრიის ვარსკვლავებს ასე შემდეგ სთხოვენ და მოითხოვენ მათგან გარკვეული პოლიტიკური აზრის დაფიქსირებას, რომელთან მიმართებაში შეიძლება ის და არა მხოლოდ ერთი ჯგუფი, არამედ ძალიან ბევრი ჯგუფები, სხვადასხვა მიმართულებით. ამ ხელაწნეხს, რომელიც არა მხოლოდ სამსახური ოჯახი არის, არამედ სხვა სფეროებიდანაც მოდის, როგორ უნდა გაუმკლავდეს ადამიანი, ეს არის ძალიან სპეციფიური საკითხი, ხო? აი მაგალითად მწვრთნელმა შეიძლება შეატყოს, რომ რაღაცა ისე არ არის, შეიძლება გაესაუბროს ყველაფერი, მაგრამ ის ხო ვერ დაეხმარება ყველა ამ პრობლემის გადაჭრაში, ხო, რომ აი ვიღაცამ ცუდი კომენტარი დაგიწერა, შეიძლება ეს განხილვისაგანიც არ იყოს, ხო? იმიტომ რომ გარკვეული პატივისცემა და რიდი არის მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის, მასთან ყველაფერს ღიად ვერ განიხილავ და აქედან გამომდინარე, მას ვერ მოუყვები ისეთი პრობლემების შესახებ, რომლებიც მოქმედებს შენს თამაშზე, მაგრამ არის ძალიან სპეციფიური, ძალიან პირადი, შეიძლება საკმაოდ ინტიმურიც, აქედან გამომდინარე ორივეს აქვს თავისი ადგილი და უმჯობესია, რა თქმა უნდა, ორივე იყოს, თუ არის გარკვეული რესურსობრივი შეზღუდვები და ბუნებრივია მწვრთნელსა და ფსიქოლოგს შორის თუ ვაკეთებთ აქცენტს, რა თქმა უნდა, მწვრთნელი უნდა იყოს პირველ რიგში, მაგრამ თუ არის იმის საშუალება, რომ იყოს ფსიქოლოგი, აუცილებელია, რომ იყოს ფსიქოლოგი და თანამედროვე კვლევები ცხადყოფს იმას, რომ ნებისმიერ სფეროში ეს არის სამსახური, სასწავლებლები, სპორტი თუ ასე შემდეგ, აუცილებელია ფსიქოლოგის არსებობა, იმიტომ რომ დღევანდელი რეალობა მოითხოვს ამას. სტრესული გარემოა გარშემო ყველანაირად. არა მარტო, აი, იცით როგორი მომენტია, რაღაც მხრივ რო გადავხედოთ ისტორიას, ხო, შეიძლება ითქვას, რომ უფრო უკეთესი ხარისხის ცხოვრება გვაქვს, ვიდრე ადრე გქონდა, იმ მხრივ რომ შესაძლებლობები, რესურსებთან წვდომა მეტი გვაქვს, მაგრამ ამ ინტერაქციამ უფრო ფართო სფეროსთან, უფრო ინტერნაციონალურ სფეროსთან და უფრო საერთაშორისო დონეზე გასვლამ, ასევე მოიტანა დამატებითი ელემენტები, რომლებიც ადრე არ არსებობდა და ამას სჭირდება თავისებური მიდგომა ბუნებრივი. კი ბატონო, გეთანხმები სულად და ერთი ესეთი კურიოზული ცნობილი ფაქტი მახსენდება. ალექს ფერგუსონი ვახსენე და მისი ფსიქოლოგიური, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიური, პედაგოგიური თუ შეიძლება ესე ითქვას, ქმედება რაში გამოიხატა, გვახსოვს ალბათ ბექემს რო გაუქანა და ბუცი ხია შუბში გაუხია, რომ იტყვიან შუბლე მე მატჩზე გამოვიდა ნაკერებით დევიდ ბექემი და ცოტა ხანში დატოვა კიდევაც და წავიდა მადრიდის რიაში. აი ესეთი მეთოდები გაუხია ფაქტიურად. რეალში რო გადაგდებენ. ესეთი ხო, ესეთი მეთოდებიც არსებობს, ხო, მაგრამ ეს ალბათ ფსიქოლოგიასთან მაპატი ძალიან შორს არის, ხო, ეს რაღაცა უფრო ესეთი კაცრი დაუკიდებულება და თავისი რისხვის გამოხატვა, რადგან ფეხბურთელმა ვერ შეასრულა მწვრთნელის რაღაცა კონკრეტული დავალება. თუმცა ამის შემდეგ იმავე მადრიდის რეალთან, როდესაც გამოვარდნენ ჩემპიონთა ლიგიდან Manchester United-ი, ბექემი შეცვლადაზე შევიდა განმეორებით მატჩი მადრიდის რეალთან უკვე Old Trafford-ზე და 4-3 მოაგებინა თავის გუნდს, თუმცა არ იყო საბოლოოდ Manchester United-ს შემდეგ ეტაპზე გასვლას, მაგრამ 2 გოლი გაიტანა, საგოლე პასი გააკეთა და დაემშვიდობა ამით Manchester-ს და გადავიდა მადრიდის რეალში. აი რაღაცა ეთყობა ამანაც იმოქმედა ამ ბუცის როლა, არ ვიცი, რამდენად პედაგოგიურია, ეს სხვა საკითხია. კარგით, ახლა რეკლამაზე გავიდეთ სულ რამოდენიმე წუთი, დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში, რეკლამა გაივლის, მალე დაგვეოდით. საათში ერთხელ სპორტის ახალი ამბები. Radio Georgian Times-ის ეთერში. Radio Georgian Times-ის სარეკლამო სამსახური 293 44 05. დაეუფლე ყველაზე მოთხოვნად პროფესიას და მიიღე დასაქმების 100%-იანი გარანტია. ოშე ჯორჯიაში დაიწყო შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებულ კურსებზე მიღება თბილისსა და ბათუმში. იჩქარე და დარეგისტრირდით ვებგვერდზე oshe.g. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით 599 18 0020. თუ ფიქრობთ
რომ ხის სახლი ნაკლებად განძლია. მოდი ბაგანში და დაგიმტკიცებთ, რომ ეს ასე არ არის. ჩვენ ვქმნით თანამედროვე ხის კოტეჯებს, სახლებს, რომლებიც ეკომეგობრულია და თითოეული მათგანი შენდება წერტილოვანი ბეტონის საძირკველით, რკინის კონსტრუქციითა და მაღალი ხარისხის ხის მასალით, რაც უზრუნველყოფს მის სიმყარეს ნებისმიერ რელიეფზე. მოდი ბაგანში, დაზოგე ფული, დრო, ენერგია და მიიღე კოტეჯი მხოლოდ 45 დღეში. გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივადაც. ჩვენი მისამართია ოქროყანა კოჯრის გზატკეცილი ნომერი 10. ან დაგვიკავშირდით ნომერზე 577 74 74 33. გსურს გახდე უფრო თავდაჯერებული და თავიდან აიცილო უხერხული სიტუაცია. არ დაგავიწყდეს. ეროგრა პოტენციის ასამაღლებელი საშუალება. სააფთიაქო აქცია გრძელდება. იყიდე ერთი და მიიღე მეორე საჩუქრად. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. გინდა სიმშვიდე ქალაქის სიახლოვეს. მაშინ ეკორეზორტი შენთვისაა. საგურამოს მწვანე ფერდობზე ქალაქიდან 20 წუთის გზაზე. გელოდება დახვეწილი, თანამედროვე ეკომეგობრული 5 ვილის კომპლექსი ეკორეზორტი. თითოეული ვილა გთავაზობთ 270 კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ სივრცეს, 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე. ეკორეზორტი განსაკუთრებული ადგილი თქვენი კომფორტისთვის. დეტალებისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებსაიტს ecoresort.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე 591 007 002. ნამდვილი შვეიცარიული ყავა. ბლაიზერის ოფიციალური წარმომადგენელია ჩვენი პარტნიორი ყავის სახლი დინკავა. დეველოპერული კომპანია ნიუ გრუპი გთავაზობთ ბინებს და კომერციულ ფართებს ქალაქის სხვადასხვა უბანში, როგორც მიმდინარე, ისე დასრულებულ პროექტებში. საბურთალოზე, ვაზის უბანში და დიღომში, ყველა ბინა ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით. ჩვენთან არის 0%-იანი შიდა განვადება, 10%-იანი პირველადი შენატანი მიმდინარე პროექტებზე და თქვენზე მორგებული გადახდის პირობები ჩვენს პარტნიორ ბანკებთან. არ გადადო ხვალისთვის. დაგვიკავშირდით დღესვე ნომერზე 599 47 59. ასევე გადმოდით ჩვენ საიტზე www.newgroup.g და დაათვალიერე ყველა ბინა მარტივად. ჩვენი გაყიდვების ოფისი მდებარეობს ქალთარაძის ქუჩა ნომერი 60. ჩვენ ვაშერებთ მომავალს. შპს ეიფოსი ენერგოძალოვანი სისტემები გთავაზობთ საქართველოს მასშტაბით დიზელ გენერატორების გაქირავებას, შეძენას, მონტაჟს, სათადარიგო ნაწილებს, ასევე მონტაჟის შემდგომ მომსახურებას, ხარისხის გარანტიით. საკონტაქტო ნომერი 03 2 215 15 25 558 72 55 58. რადიო ჯორჯიან ტაიმსის სარეკლამო სამსახური 293 44 05. საათში ერთხელ. სპორტის ახალი ამბები. რადიო ჯორჯიან ტაიმსის ეთერში. დავბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში პატრიოტულ რადიო მსმენელებო, ვინც გვიან შემოგვიერთდით და ტელემოყურებლებო, ვინც გვიან შემოგვიერთდით, მათ საყურადღებოდ ვთქვი, რომ თქვენ უსმენთ და უყურებთ ტელერადიო კომპანია Georgian Times სპორტულ თოქ-შოუს დამატებით დროს და ჩვენ ვსაუბრობთ სპორტის და ფსიქოლოგიის ურთიერთკავშირზე ან პირიქით საერთოდ უკავშირობაზე, თუ შეიძლება ესე ითქვას, მაგრამ თანხლებით იმაზე, რომ ეს სფერო აუცილებელია დიდი დოზით იყოს ჩართული სპორტში. იმისათვის რომ თქვათ სპორტსმენი გავიდეს და არა მხოლოდ სპორტსმენი, ზოგადად ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი ადამიანი გავიდეს და თავისი მოვალეობა, ფუნქციები კარგად შეასრულოს, არ არის მხოლოდ მშრალი ინსტრუქციები, თქვათ საკმარისი ან დაფაზე დახატული ტაქტიკა, სტრატეგია, რომ შენ საით უნდა გაიქცე და რა უნდა გააკეთო, არამედ ეს ჩემი ღრმა რწმენაცად და სტუმრების მეთანხმებია, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას, რა თქმა უნდა, და იმას, როგორი ფსიქოლოგიური და მენტალური მდგომარეობაში გადის სპორტსმენი ასპარეზზე. მოდი აი ნელ-ნელა რომ შევაჯამოთ, სადამდე მივდივართ, სოსო, შენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რაც გაგიულია როგორც მოქმედ სპორტსმენს, როგორც შემდეგ მწვრთნელს. თუ ყოფილა ისეთი მომენტები შენს კარიერაში, საკვანძო მომენტები, როდესაც აი ჩვენ ვახსენეთ, რომ შევხედავ ვიტყვი, თქვათ, წაგებულია, შევხედავ და რაღაცა. აი, ახსენი ასევე ის, რომ მწვრთნელს შეუძლია მოიქოს. წაგებული, თქვათ, დაპირისპირება არ აქვს მნიშვნელობა სპორტის დასახელებაში. აი, ესეთი მომენტები შენს პრაქტიკაში თუ ყოფილა, რომ ერთ შეძახილს, ერთ ნათქვამს
შეჯიბრების დაწყებამდე ან მიმდინარეობისაც სპორტსმენზე უმოქმედია ზუსტად ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, თორე ხა იქ ილეც ვერ ასწავლე, ხო, გამოსვლისას და ან როგორ ჩაახვიოს ბურთი სიტყვა და ფეხბურთელმა კალაჩი როგორ ისროლოს, იმ წუთას ვერ ასწავლე და ვერ ეტყვი. აი ესეთი პრეცედენტები თუ ყოფილა და თქვათ მისთვის არასასარგებლოდ მიმდინარე დაპირისპირება სასარგებლოდ შემოbrunებულა. კი, მან ძირითადად თუნელი ორი ამოცანა რა, როგორც სპორტული და ფსიქოლოგიური, მაგალითად როგორც მწვრთნელს უკვე როგორც სეკუნდანტს კუთხეში კარნახობს, ხო? მქონია ესეთი შემთხვევები, რომ აი ჩემ სპორტსმენს აღარ უნდოდა რა ბრძოლა რა. რა საინტერესო. ანუ იჩაგრებოდა, ხო, რა ვასე? აი აღარ უნდოდა ბრძოლა, აღარ მინდა 5 რაუნდი იყო რა და აღარ უნდოდა რა, ანუ არ იყო ეს ლამაზი საქციელი რა და ნუ ჩემი ნერვებიც ხო წაიღოა რა და არ უნდა პირველი მეორე რაუნდის მე აღარ მინდა მორჩა უკან დაიხია მაგ დროს თეთრი საფოსის გადმოგდებაა ხო და აი ეგეთი ბრძოლა მოვაგებინე ბოლომდე 5-ვე რაუნდი ნუ დროზე ადრე ვერ დაამთავრა მაგრამ 5-ვე რაუნდი მოიგო აი ესეთი შემთხვევა მქონია არის ეგ უკვე ფსიქოლოგია და ნუ ძალდატანება და ნუ რავი ფსიქოლოგიური წნეხი ხო თქვა თუ ვაიძულე გადიოდა რა რინგიდან რა ეს ძალიან უცნაური რაღაცაა ხო მენი არის და მაგრამ აი აღარ უნდოდა ბრძოლა ეგეთი შემთხვევა ყოფილა არის შემთხვევები კიდე წმინდა ტექნიკურ რაღაცას რო კარნახობს რა თუნელია მეც მქონია და რა თქმა უნდა ანუ შეამჩნევ მეტოქის სულ წერტილს და კი აი თქვა ეს სუბტიტ არ დაუნა აი მებრძოლი ხო პირდაპირ იყურებოდა მე თუნელი ხო სხვა რაკურსით უყურებს და აი უთქვია თუნელს ბევრს საჭიდაობაში სადაც გინდა აი ეს მარჯვენა ხელით რაღაც ჩაკეტე გადმოკეტე რაღაცა უკანახია და აი მაგილეთით მოუგია რა ეგეც ყოფილა და ფსიქოლოგიური განწყობა უნდა შექმნა ბრძოლის წინ რა თქმა უნდა ბრძოლამდე აი მაგალითად ჩემთან ისეთი შემთხვევა იყო აცგანსვენებული გურამ გუგენიშვილი ღმერთმა განლათლოს მაგის სული ჩავფრინდით პეტერბურგში ზამთარია ცივა კამრის მოსაპოვებლად რა პირველად თამაშდებოდა იმ სისტემაში კამარი მძიმეწონის და ეხლა ერთი ბრძოლა უნდა მოიგო ჩემპიონი ხარ კამარი შენია რა და განწყობა ძალიან კარგი საერთოდ გურამის ძალიან კარგი ფსიქოლოგიური მომზადება ჰქონდა სწორი მიმართულებით მუშაობდით და ყველაფერი ამ ხრივ კარგი იყო იმდენად კარგად იყო მომზადებული აი ეგეთი რაღაცა სპორტში თუ ყოფილა არ ვიცი აი სხვებმა თქვან საინტერესო იქნება მე არ ვიცოდი დამიმალა თავის ძალიან დიდი პრობლემა ჩემზე იზრუნა წარმოგიდგენია ჩემ რა მხრიდა სიცხე ქონია ბრძოლის მერე მითხრა დილას გავიზომეო რა და ცოტა ისე ვგზნობდი თავს და სიცხე ქონდა რა თურმე და დამიმალა რა არ მითხრა თუნელზე იზრუნა რომ თუნელი წაწყნებულად ყოფილიყო აი წარმოიდგინე რადონის მომზადებული იყო ფსიქოლოგიურად და ნუ ტექნიკურად კიდე სხვა საკითხია რა თქმა უნდა კარგად იყო მომზადებული თავის შესაძლებლობის მაქსიმუმი ანუ რაც შეუძლია იმ წუთისთვის რა ცოდნაც აქვს მილიონი ილეთია ხო ყველას ვერ გააკეთებ ორთაბრძოლაში ხო მაქსიმუმს დებდა ყოველთვის რაც იცოდა აი მას აკეთებდა ეს არის სწორი მომზადება და რა ვიცი აი საინტერესოა გამოგვეხმაურონ მე კომენტარებში აი ეგეთი შემთხვევა ვინმე წვნეს თუ ქონია რომ პირიქით პრობლემა დაუმალა და იმისთვის რომ წვნელს გაუთხილდა და რა თქმა უნდა მოვიგეთ ეს ბრძოლა დროზე ადრე მეორე რაუნდში შეუსრულა აი ესეთი მაგალითებია კიდევ რა ვიცი აი ზოგადად აი ძალიან კომიკური მაგალითი იყო ჩემთვის 80-იან წლებში გახსოვთ ალბათ ბიერნბორგი ძალიან მაგარი ყველას ნომერი პირველი ხო მოგებული ქონდა ყველაფერი და საერთოდ არ წაუგია და უცნაური თამაშის სტილით გამოირჩევა ხო ეგ სხვა თემა ტექნიკური მხარე და მაშინ ეს იყო გაზეთში წავიკითხე მაშინ რა რომელ კლასში ვიყავი მოზარდი ვიყავი და ცოლი გაშორებია რა და 80 მილიონის ქონება ქონდა და 40 წაუღია ცოლს რა და ეს თვითკვლობა უცდია რაღაც წამლები და რაღაცა თავის მოკლა ხო და მე ხა გავგიჟდი მეთქი ეს როგორ კაცო
40 მილიონი კიდე ხო დაგჭა რა რატო იკლავ თავს რაზე იკლავა რა და ესე ეგეთი კი ძალიან დიდი ჩემპიონი იყო მაგრამ ფსიქოლოგიურად ვერ იყო ხო ხარი ვერ იყო აი უბრალოდ ტექნიკით იგებდა და სიძლიერით ძალიან მაგარი ჩოგუდა. ფსიქოლოგიურად სუსტი ყოფილა აი ეგეთი ამბებიც ხდება აი ესეთი მაგალითები მსოფლიო სპორტში ძალიან ბევრია ფეხბურთელები ვიცით, იგივე კალათბურთელები ვიცით, რომლებიც სუპერ ვარსკვლავები იყვნენ, მაგრამ აი ამ ოჯახურმა სტრესმა, ისევ და სოციალურ მომენტებს უბრუნებით იქ მეუღლესთან განშორება იქნება, ყველა ჯვარი წერია და შვილის სიკვდილი, რაღაცა ძალიან დიდი მყარი მართლაც მენტალობა და ფსიქოლოგიური მდგომარეობა სჭირდება ადამიანს, რომ აქედან გამოვიდეს და ისევ იმ დონეზე გააგრძელოს, რომ ეხა იგივე ლუის ენრიკეს ესპანეთის ნაკრების მწვრთნელობიდან წავიდა, პიკში იყო ადამიანი, როცა გოგონა გარდაიცვალა და რამდენიმე წელი დასჭირდა, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსულიყო და დღესაც შეძლო და გამოვიდა. მაგრამ შეძლო. აი ეს თვითონ საინტერესოა, შეიძლება თვითონ ყველა ხო ინდივიდია ამაზე თანხმდებით, არ აქვს მნიშვნელობა კიდევ ერთხელ სპორტსმენია თუ ჩვეულებრივი რომელიმე სფეროში მომუშავე ადამიანი. ერთი ყალიბით ყველა არ არის ჩამოსმული, ერთი მოწყობა მენტალობის და გონებრივი ყველას არ აქვს, ერთნაირი ემოციურად ყველა არ არის. აი ასეთ მდგომარეობაში გადამწყვეტი არის თუ არა მნიშვნელობა ენიჭება თუ არა მნიშვნელობა სწორ დროს სწორ ადგილას გამოჩნდეს ასეთი სპეციალობის ადამიანი რომ თუნდაც იმ სუიციდზე რასაც ახსენეთ განზრახვაზე აღებინოს ხელი და დაარწმუნოს და მოაბრუნოს ისევე სპორტისკენ იქნება თუ კიდევ ერთხელ ამბობ სხვა სფეროსკენ და აი აქ ალბათ ჩემი აზრით ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სწორედ მაღალი დონის კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებს ზუსტად ფსიქოლოგიის სფეროდან, იმიტომ რომ ეხლა მწვრთნელმა რამდენიც არ უნდა ელაპარაკოს ასეთ ადამიანს და იქ ტაქტიკა იმის გონება სულ სხვაგან არის მიმართული ხო და ძალიან ძნელია მოაბრუნო და ისევ იმ დონეზე ასპარეზობა მოსთხოვო ადამიანს, რომელიც შინაგანად დათრგუნულია ზურგზე ლოდივით ადევს ეს პრობლემები რაც მოსდევს და მასთან ალბათ ძალიან დიდი ხნის მუშაობა დასჭირდება სწორედ ამ სპეციალობის ადამიანს. პირველ რიგში აღსანიშნავი არის ის, რომ ზოგადად ახლა ბოლო პერიოდში უფრო დაიწყო ფსიქოლოგების მიმართ ისეთი დამოკიდებულება, რომ კარგია თუ ფსიქოლოგთან ივლი, როცა ეს გჭირდება. განსაკუთრებით პრობლემური არის კვლევებით მამაკაცებს შორის, ან ნაკლები არის მიმართვიანობა მამაკაცების მხრიდან. განსაკუთრებით თუ ისეთ მასკულინურ სფეროს ავიღებთ, როგორც არის სპორტი, კიდევ უფრო ნაკლები იქნება აქ მიმართვიანობა ფსიქოლოგის მიმართ და როდესაც ხდება ნორმალიზება, რომ ჩვენ გვყავს გუნდს ფსიქოლოგი, ეს არის ნორმალური, ეს არის ჯანსაღი, ბავშვობიდან მოყოლებული უყურებენ ამ კულტურას. მაშინაც კი, როდესაც უკვე სერიოზული ცხოვრებისეული პრობლემა ექმნება, გინდა სპორტსმენს, გინდა ადამიანს, როდესაც მიმართვიანობა ფსიქოლოგის მიმართ არის ნორმალიზებული, როდესაც თავს იგრძნობს შესაბამისად ძალიან ცუდად, აუცილებლად მიმართავს ხო ძირითად შემთხვევაში ფსიქოლოგს. იქიდან გამომდინარე სპორტში ეს ნაკლებად არის, იმიტომ რომ მასკულინური მიმართულება, მამაკაცების მხრიდან მიმართვიანობა ნაკლებია. თუ გუნდებს თავიდანვე არ მოსდევთ ეს კულტურა, რომ ჩვენ გვყავს ფსიქოლოგი და ნორმალურია ფსიქოლოგთან პირადი საკითხების განხილვა, ნაკლებია შანსი, რომ მსგავსი პრობლემას როდესაც დაეჯახებიან, ისინი მოახერხებდნენ ფსიქოლოგთან ნორმალურ ინტერაქციას. მეორე მომენტი არის ის, რომ ფსიქოლოგის ასე რომ ვთქვათ ფსიქოლოგის მხრიდან გახსნა სპორტსმენის არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ანუ როგორც აღნიშნე, გუნდური დინამიკიდან გამომდინარე, მწვრთნელთა დინამიკიდან გამომდინარე, როგორც აღნიშნა, რომ დაიცვა მაგალითად მწვრთნელმა ხომ, მწვრთნელი უფრო სწორად თვითონ სპორტსმენმა, ასეთი რაღაცა რო არ მოხდეს, მას რო შეყავდეს კიდევ ერთი ადამიანი ეგულებოდეს, რომელთანაც შეუძლია ღია საუბარი, ბუნებრივია უკეთესი იქნებოდა, ხომ? აქედან გამომდინარე, ფსიქოლოგს აქ ბუნებრივია თავისი დანიშნულება, აუცილებელია რომ გუნდების წევრები, სპორტსმენები შეეჩვიონ ფსიქოლოგთან ურთიერთობას და აღსანიშნავია კიდე თვითონ სპორტის სპეციფიკა. ანუ უმრავლეს შემთხვევაში, როდესაც კარიერას აწყობთ ოფისში ასე შემდეგ, ჩვენ გვაქვს ინტერაქცია ძალიან ბევრი კატეგორიის ხალხთან. აქედან გამომდინარე სოციალური უნარები და სოციალური გამკლავების უნარები სხვადასხვა პრობლემებთან უფრო მეტად სავარაუდოდ უვითარდებათ ისეთ ადამიანებს, რომელსაც ინტერაქცია აქვს ბევრი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთან. სპორტსმენები ნაკლებად არიან ხოლმე განებივრებული ამით, იმიტომ რომ მათ ყავთ თავისი კრუგი, ძირითად შემთხვევაში ორიენტირებულები არიან ხოლმე სპორტზე, მათი სალაპარაკო თემაც ძირითადად არის ხოლმე სპორტი, ფიზიკური დატვირთვიდან გამომდინარე და იმ შეზღუდვებიდან გამომდინარე, რომელიც სპორტსთან ახლავს, რომ მაგალითად დალევა ნაკლებად შეიძლება ჭამა, სპეციფიური უნდა კონდეს ამ შემდეგ, ისინი ვერ ახერხებენ
ძირითად შემთხვევაში ძალიან ბევრი სფეროდან ყავდეთ სანაცნობო წრე, იქამდე სანამ რაღაც განსაკუთრებულ წარმატებას არ მიაღწევენ და დაასრულებენ კარიერას. ან დაასრულებენ კარიერას. აქედან გამომდინარე, ისინი ნაკლებად სწავლობენ სხვადასხვა სოციალურ პრობლემებთან გამკლავებისთვის საჭირო ხერხებს. ამიტომაც მათთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვა კარიერის წარმომადგენელ ადამიანს შეიძლება კიდე ბევრად უფრო ნაკლებად დაჭირდეს ცხოვრების განმავლობაში ფსიქოლოგის დახმარება, მსგავსი სტრესული, კი ბატონო, ვიდრე იმ ადამიანს, რომელიც ორიენტირებული არის მაქსიმალურად სპორტზე და ჩვენ როგორც ვიცით, სპორტსმენისთვის არის აუცილებლად რაც უფრო მეტად არის ჩართული თავის სახეობაში, მით უფრო უკეთესია, მაგრამ ეს აზიანებს ბუნებრივია სხვა ცხოვრებისაულ სფეროებს, როგორც არის ეს სოციალური უნარები, რაც მას ჭირდება, აქედან გამომდინარე, ვთქვათ, მეუღლესთან განშორებას ისინი მათთვის შეიძლება ბევრად უფრო ტრამული აღმოჩნდეს, ვიდრე სხვა სფეროს წარმომადგენლისთვის, ბუნებრივია ფსიქოლოგიური სპეციფიკა არის თავისებური, მაგრამ სპორტსმენების შემთხვევაში თუ დავაკვირდებით სოციალური უნარები მოიკოჭრებს ხოლმე, ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ ისინი ფსიქოლოგიური მიმართულებით. კი ბატონო, გეთანხმებით სრულიად და ნენა ჩვენი გადაცემის დროც ამოიწურა. მინდა მადლობა გადაგიხადოთ და ვისურვო, რომ ის რაც თქვათ იგივე რო ვახსენე ტონიკე შენგელიანი, ნიკოლოზ ქიტიშვილი, რომელსაც ამერიკაში, სხვადასხვა კლუბებში უთამაშია და ევროპაში არაერთი ყველგან მათ აქვთ აღნიშნული, ყველგან სადაც კი გვითამაშია, აი ესეთი სფეროს ადამიანი აუცილებლად არის და ყველასთან ინდივიდუალურად მუშაობს, რომ შემდგომ ჩვენ გავიდეთ მოედანზე და გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი და არ ვფიქროთ თორემ და იმედი მაქვს დიდი, რომ ქართულ სპორტშიც ეს კულტურა დამკვიდრდება და უპირველეს ყოვლისა ამისთვის საჭიროა კონკრეტულად ამ ვიწრო სპეციალიზაციის სპორტული მიმართულებით ალბათ ფსიქოლოგების აღზრდა, არ ვიცი, საქართველოში მოხერხდება ეს თუ უცხოეთში მივლინების და სწავლების ხარჯზე, რამე თუ ზოგადი სფერო გასაგებია, მაგრამ აი რაც ახსენა მარიამმა ვეთანხმები, არის ინდივიდუალური ძალიან ისეთი სპეციფიური მიმართულება სპორტსმენებისა, რომელიც აი რომ ჩამოაყალიბა კარგად რით განსხვავდება სხვა სფეროში დასაქმებული ადამიანებისაგან მათი რეჟიმი, მათი ცხოვრების წესი და რომელიც თქვათ, მოიცავს რამდენს 15 წელიწადს მაქსიმუმ 20, როცა ამ სფეროში არიან და შემდეგ უკვე ვთქვათ ვეტერან სპორტსმენები ხდებიან. იმედი მაქვს ეს თემა არ დარჩება მხოლოდ ერთჯერადად და ასე ვთქვათ გადაიდება თაროზე შემოიდება შესაბამისი სფეროს წარმომადგენლები როგორც სპორტის ისე ფსიქოლოგიისა დაფიქრდებიან ამ თემაზე და უკეთესი ასე ვთქვათ პერსპექტივის იმედით შეძლებენ დაჯდომას, განხილვას და ამ მიმართულებით კარგი მაგალითების გადმოღებას იგივე გნებავთ ევროპული და გნებავთ ამერიკული სპორტის მიმდევრებისგან და სახეობებისგან. დიდი მადლობა იოსებ, დიდი მადლობა მარიამ გადაცემაში სტუმრობისთვის. მე დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე საქართველოსა და ქართული სპორტის სიყვარულით კარგად გრძნობებით.